საქართველოს მასშტაბით ახლა დრო არის რომ უფრო შორს გავიხედოთ ასე ვთქვათ და მოვისმინოთ რას უნდა ველოდოთ მთელი კვირის განმავლობაში და ამისთვის პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ელენე მირიანაშვილი შემოგვიერთდება მის ტრადიციულ მასპინძელ დოდო გვაზავასთან ერთად და მოგესალმებით ელენე ამინდი დღეს დამაიმედებელია და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ასევე ერთი კვირის განმავლობაშიც მზიანი გვიანი შემოდგომა გველოდება დილამ მშვიდობისა საქართველო მოგესალმებით ნოემბრის მეორე კვირის ორშაბათიც მზიანი დღით დაიწყო როგორც ხედავთ სხვადასხვა ასეთივე მზიანი და მდგრადი ამინდებით გამოირჩეოდა გასული კვირაც როგორც იყო ნავარაუდები დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 25 გრადუსამდეც კი გათბა ჰაერის ტემპერატურა თუმცა აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში 0-ს ქვემოთ ფიქსირდებოდა ტემპერატურა საინტერესოა ამ კვირაში რას უნდა ველოდოთ შენარჩუნდება თუ არა ასეთი თბილი და მდგრადი ამინდები აი ამ ყველაფრის გასარკვევად კი ჩვენ ტრადიციულად მოვაკითხეთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს და მის შეუცვლელ მასპინძელს ქალბატონ დოდო გვაზავას დილამ მშვიდობისა. დილამ მშვიდობისა. ქალბატონო დოდო, ძალიან თბილი შემოდგომა გვაქვს შეიძლება ითქვას. ამ კვირაში როგორ ამიც უნდა ველოდოთ, მოდი დავიწყოთ აღმოსავლეთ საქართველოში, რადგან როგორც უკვე აღნიშნე, ღამის საათებში 0-ს ქვემოთ ფიქსირდებოდა ტემპერატურა და ამ კვირაში რას უნდა ველოდოთ? გლობალურ რუკებზე დაყრდნობით საქართველოში მნიშვნელოვანი ტემპერატურა, მნიშვნელოვანი ამინდის ცვლილება მოსალოდნელი არ არის, შემოჭრები არ არის მოსალოდნელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არის ცალკეულ რაიონებში ნალექი მოსალოდნელი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, მართალია გასული კვირა დამთავრდა თბილი და უნალექო ამინდებით, უნდა აღვნიშნოთ, რომ უარყოფითი ტემპერატურები უფრო ფიქსირდებოდა ღამის საათებში, შიდა ქართლში, სადაც 0-ს ქვევით იყო მინიმალური ტემპერატურა და მაქსიმალური ტემპერატურა 19-21 გრადუსის ფარგლებში იყო. რაც შეეხება 10-დან 16 ნოემბრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მდგრადი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მაგრამ არ გამოვრიცხავთ ისევე შიდა ქართლში ღამის მინიმალურ ტემპერატურას 0 გრადუს ქვევით. ხოლო კახეთის რეგიონში უარყოფითი მოსალოდნელი არ არის. აქ დაახლოებით 3-დან 5 გრადუსით ითვობდია მოსალოდნელი და უარყოფითი ტემპერატურები მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, ეს ეხება სამცხე-ჯავახეთსაც და მცხეთა-თიანეთსაც. აღმოსავლეთ საქართველოზე გასაგებია შევაჯამეთ. თქვენ ახსენეთ, რომ ზოგიერთ რეგიონში ნალექი არის ამ კვირაში მოსალოდნელი. რომელ რეგიონებში დაფიქსირდება წვიმა ამ კვირაში? უფრო მეტად მოსალოდნელია ეს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთით გამოვრიცხე უმეტესად უნალექო ამინდით. აქ 12-ში დღის მეორე ნახევრიდან და 13-ის დღის პირველ ნახევრამდე ზოგიერთ რაიონშია მოსალოდნელი წვიმა და მაღალმთიან რაიონში შესაძლებელია გათოვდეს. ეს უფრო ეხება მესტიის ტერიტორიას, სვანეთის ტერიტორიას, რაჭაში იმდენად არ არის მოსალოდნელი, მხოლოდ 13-ში უკვე დღის პირველ ნახევრამდე სამეგრელოს ზოგიერთ რაიონშიც გაწვიმდება. გაწვიმდება დღისით შესაძლებელია ისიც მცირედ აჭარის რეგიონში, დანარჩენი კვირის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდები შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოშიც, მხოლოდ აქ მინიმალური ტემპერატურა როგორც ასეთი უფრო უარყოფითი 0-ს ქვევით მოსალოდნელია მაღალმთიან რაიონებში, მთიან რაიონებში შედარებით ღამის საათებში 1-3 გრადუსის ფარგლებში იქნება სითბო, შავ ზღვაზე და მიმდებარე რეგიონებში, იმერეთი, გურია, სამეგრელოში, აქ 8-დან 10 გრადუსამდეა ღამის მინიმალური ტემპერატურა და დღისით მხოლოდ მაქსიმალური ტემპერატურა თუ გასულ კვირას 20-დან 25 გრადუს შორის მერყეობდა, 13-ში არის ტემპერატურის დაკლება დაახლოებით 18-19 გრადუსამდე, ეს დაბლობდა მთიან რაიონებს ეხება და უკვე ისევ 14-15-ში კვლავ მომატება მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 24 გრადუსამდე, მთიან რაიონებში 20-22-იც შესაძლებელია. ასევე მოიმატებს ტემპერატურა მაღალმთიან რაიონებში 13-15 გრადუსამდე. დიახ, თქვენ ახსენეთ, რომ მაღალმთიან რეგიონებში თოვლი არის მოსალოდნელი. თოვა რომელ მონაკვეთში იქნება მოსალოდნელი მთელი დღის მანძილზე თუ ღამის საათებში ვთქვათ? 12-ში ახლა მაინც მაქსიმალური ტემპერატურა მაღალმთიან რაიონები აღვნიშნე მე და აქ მაინც 13-15 გრადუსია, უკვე ღამის საათებში ტემპერატურა დაეკლებს და არ არის გამორიცხული, რომ 2000-2500 მეტრ სიმაღლეზე კავკასიონის ქედის დასავლეთ რაიონებს ეხება ეგ წვიმა თოვლში გადავიდეს. და მოდი დედაქალაქსაც ვთქვათ რამდენიმე სიტყვით, აქ როგორ ამინდს იუწყებით?
დედაქალაქშიც შესაძლებელია ცალკეულ დღეებში, მაგალითად 13-ში, 14-ში ცოტა ღრუბლიანი ამინდი ჭარბობდეს, მაგრამ შუადღის საათებში კვლავ მზე გამოიხედავს და ამიტომ ეს ღრუბლიანობა მხოლოდ და მხოლოდ იმოქმედებს ტემპერატურაზე, ნალექი უმეტესად უნალექოდ არის დედაქალაქში მოსალოდნელი, ღამის ტემპერატურაც დაახლოებით 3-დან 7 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი პლუსით და დღისით 18-20 გრადუსი სითბო. და ამ კვირაში მაქსიმალური ტემპერატურა დედაქალაქში რამდენი შეიძლება რომ დაფიქსირდეს და რომელ დღეს? უფრო მეტად მოსალოდნელია დედაქალაქში ეს მაქსიმალური ტემპერატურა დღესაც 20-22 გრადუსი. 13-14-ში შესაძლებელია ცოტა დაიკლოს და უკვე კვირის ბოლოს კვლავ განმეორდეს ეს 20-22 გრადუსი სითბო. უღრმესი მადლობა ამომწურავი პასუხებისთვის, კარგი ინფორმაციისთვის, სასიამოვნო ამინდის პროგნოზის გაზიარებისთვის. მე იზღა დამრჩენია რომ დაგემშვიდობოთ და მაყურებელს ვეტყვი რომ მე ტრადიციულად ორშაბათი დილა გარემოს ეროვნულ სააგენტოში სტუმრობით დავიწყე და აქ სინოპტიკოსებმა გვითხრეს რომ მიმდინარე კვირა ძირითადად მდგრადი ამინდებით იქნება გამორჩეული. მაგალითად დედაქალაქში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შეიძლება 24 გრადუსიც კი დაფიქსირდეს დღეს, მაგალითად ორშაბათ დღეს. დანარჩენ რეგიონებში, მთიან რეგიონებში 12 ნოემბერს მოსალოდნელი არის თოვა, თუმცა ეს რაიმე საშიშროების შემცველი რა თქმა უნდა რომ არ იქნება. ასევე მინდა აღვნიშნო რომ შიდა ქართლში ღამის საათებში კვლავ შეიძლება რომ დაფიქსირდეს ნულს ქვემოთ ტემპერატურა. სხვა მხრივ ამინდები კარგია, მზიანი ამინდები გვიწინასწარმეტყველეს მოკლედ აქ და იმედია რომ ასეც გაგრძელდება კიდევ ცოტა ხანს და შემოდგომა გვაცდის რომ დავტკბეთ თბილი ამინდებით. დაგემშვიდობებით, იმედია რომ სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდეთ და მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით.